ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრელი მუხლის ამოღება გააპროტესტეს. მათი განცხადებით კონსტიტუციიდან 52-ვე პრიმა მუხლის ამოღება ავტომატურად ნიშნავს პარლამენტის თბილისში გადატანას. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრელი მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდებს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ალბათ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ ალბათ მოუწოდებთ ყველა ქუთაისელს და არა მარტო ქუთაისელს მასიურად დაიზრენ და გადავიდენ თბილისში საცხოვრებლად. აი შემდეგ ალბათ ხელისუფლება დაითulis თუ რა უჯდება პარლამენტის არსებობა სახელმწიფოს ქუთაისში და რა დაუჯდება დაცარიელებული და დაცლილი კანონი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს საშუალება იმერელი და ქუთაისელი ხალხის მოტყუების და მათ ვერ უნდა შეძლონ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, ყველა სამოქალაქო ინიციატივას, ისევე როგორც ჩვენი აქტივისტებიც აქტიურად არიან ჩართული ამ კამპანიაში. ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ ქუთაისლების იმერელი მოსახლეობის მოტყუების საშუალება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი, კონსტიტუციის 52-ვე პრიმ გამუხლი იქნეს დაცული. არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლის დამფუძნებელმა მერაბ ბარათაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა, რადგან ქუთაისმა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი შეინარჩუნოს. ქუთაისში თავდება პარლამენტის ფუნქციონირების ისტორია. ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, თუმცა ეს არსად დოკუმენტში არ ჩაწერილი, ამთავრებს თავის ხანმოკლე ისტორიას, ისე რომ პარლამენტი უკვე კარგი ხნის გადატანილია თბილისში, ფაქტიურად იქ ფუნქციონირებს, აქ მხოლოდ სხდომები ტარდებოდა, ყველა აპარატი, ყველა სათანადო განყოფილებები პარლამენტის უკვე კარგი ხანია თბილისის ძველ შენობაში ფუნქციონირებს და ახლა უკვე ფორმდება და პარლამენტი მთლიანად გადავა თბილისში. ეს მოხდება ალბათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მანამდე არ გაკეთება, მანამდე სამზადით მზადდება, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება ის საგარანტიო მუხლი, რომელიც გარანტიას იძლეოდა, რომ ქუთაისში მოხდებოდა პარლამენტის ფუნქციონირება და ამით ქუთაისი როგორც საპარლამენტო დედაქალაქი თავის არსებობას დაამთავრა. არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებებისა და განათლებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ბერძენიშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის გადატანა ძალიან დიდი დარტყმა იქნება არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი აღარ ფუნქციონირებს ქუთაისში, გაცილებით ნაკლები ინვესტიცია იქნება, ვიდრე აქამდე იყო, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტიციებით არც აქამდე დახონძულულა ეს რეგიონი, იმიტომ რომ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი და მისი ნორმალურად ფუნქციონირების საკითხი. ამ სიქიდან კი უფრო სავალალო იქნება ალბათ იმ ადამიანების მდგომარეობა და ცხოვრება, ვინც აი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ეს არის ძალიან ფართო ტერიტორია, ძალიან დიდია მიგრაცია ქუთაისიდან და იმერეთიდან, ზოგადად დედაქალაქსა და საზღვარგარეთ, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ ის სამუშაო ადგილები და სამუშაო პირობები და საცხოვრებელი პირობები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერ მოქალაქეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იმათ, ვისაც მიაჩნიათ პარლამენტი უნდა იყოს და სრულად ფუნქციონირებდეს ქუთაისში, სამოქმედო გეგმის განსახილველად 19 აპრილს 12 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბებიან.